მოდით ვნახოთ მეგობრებო, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები ივლისის თვეში. გაშლა გვექნება რამდენიმე ვარიანტიანი, მე ვარ ვიკანა არკანა. ჩემი სახელი არის ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით რამდენიმე ვარიანტად თითო არკანით ვნახოთ თუ როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები ივლისის თვეში. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე და მოდით ვნახოთ, აბა როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები. პირველი ვარიანტი ივლისში, მეორე ვარიანტი ივლისში და მესამე ვარიანტი ივლისში. დიახ, სამ ვარიანტიანი გაშლა გქონდეს დღეს. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა გვაქვს, მეორე ვარიანტი ეს ქვა გვაქვს და მესამე ვარიანტი იყოს ასეთი ქვა. იმედი მაქვს სამივე ვარიანტი მაქსიმალურად კარგად ჩანს. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციისთვის რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და ვნახოთ თითო არკანით, ვნახოთ თუ რა გელოდებათ ფინანსურად ივლისის თვეში. აირჩიეთ და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. თქვენ რა გელოდებათ და აქ ამოვიდა პენტაკლების რაინდი. ეს არის ძალიან ისეთი არკანი, საკმაოდ კარგი პოზიტიური არკანი არის ფინანსური ენერგიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაინდი მეტყველებს ზრდის შესახებ. აქ იქნება ან მიმართულების შეცვლა მეგობრებო თქვენს კარიერაში ან ფინანსებში, ან დაწინაურება. თუ თქვენ სამსახური არ გაქვთ ცხოვრების ამ ეტაპზე, ძალიან დიდი ალბათობით თქვენ აუცილებლად იპოვით სამსახურს, პირველი ვარიანტი. თუ ეძებთ, რა თქმა უნდა, თუ არ ეძებთ, ცხადია სამწუხაროდ ვერ იპოვით ვერაფერს, ხო? თუ თქვენ უკვე მუშაობთ, აქ შესაძლებელია იყოს თქვენ სფეროში მიმართულების შეცვლა, დაწინაურება, ან ნახეთ თქვენი დამოკიდებულების შეცვლა ჩანს პირველ რიგში თქვენი ფინანსური ენერგიის მიმართ. ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ხო, როგორც ზემოთ ვახსენე, კარიერული ცვლილება, მაგალითად სფეროს ცვლილება, სხვა მიმართულების აღება თქვენს პროფესიაში ან ზოგადად პროფესიის ცვლილება, მაგრამ უმეტესობასთან ეს არის პირველ რიგში თქვენი დამოკიდებულების შეცვლა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ის არკანი, რომელიც მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენი ფინანსური ენერგია უფრო მეტად გაძლიერდება და უფრო მეტად გაიზრდება ივლისის თვეში, პირველი ვარიანტი. დაგემშვიდობებით თქვენ და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი უფროსი არკანის სამართლიანობა. პირველ რიგში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ აუცილებლად შეინარჩუნოთ ბალანსი ივლისის თვეში და ბალანსი შეინარჩუნოთ რა კუთხით. პირველ რიგში მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გასესხება ფინანსური ენერგიისთვის არის ძალიან ცუდი და ეს უმჯობესია, რომ არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაში. თუ ძალიან გინდათ, რომ კონკრეტულ ადამიანს დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ფინანსურად, ამ შემთხვევაში უმჯობესია, რომ აჩუქოთ ის თანხა, რომელიც არა მხოლოდ არ გენანებათ, არამედ რომელიც ოდნავადაც არ გავნებთ. ხვდებით ხომ? სიტყვაზე ვთქვათ, თუ თვის შუა რიცხვები არის და თვის ბოლომდე გაქვთ დარჩენილი 300 ლარი, მაინც და მაინც 250 ლარს აჩუქებთ ადამიანს. აჩუქეთ, არ ვიცი, 50 ლარი მაქსიმუმ, 60 ლარი მაქსიმუმ, ხო? ამიტომაც შეინარჩუნეთ ბალანსი, ასევე შეინარჩუნეთ ბალანსი აუცილებლად დასვენებასა და მუშაობას შორის, იმიტომ რომ შრომის მოყვარეობა ძალიან კარგი არის, ძალიან ყოჩაღები ხართ, ვინც შრომობთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად დაისვენოთ კიდევაც. ასევე აბსოლუტურად ყოველი თქვენი ქმედება ივლისის თვეში იქნება ძალიან შედეგიანი პერიოდი გელოდებათ ფინანსების კუთხით, ზოგადად მეორე ვარიანტი, რაშიც თქვენ დებდით ენერგიას, რაშიც თქვენ შრომობდით, ეს ყველაფერი აუცილებლად ანაზღაურდება და ანაზღაურდება ძალიან ღირსეულად თქვენთვის. კარგით, გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე და მესამე ვარიანტი თასების ტუზი. ძალიან კარგი არკანები არის სამივე ვარიანტისთვის, მაგრამ მესამე ვარიანტი ნახეთ, თქვენ შემთხვევაში აქ ყველაზე მეტად ჩანს თქვენი ემოციები, ემოციური დამოკიდებულება. და უპირველეს ყოვლისა, აქ შესაძლებელია იყოს პერიოდულად ემოციური შენაძენები, იმპულსური შენაძენები, ამიტომაც პირველ რიგში აუცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით იყავით და მაქსიმალურად კარგად დააკვირდით, რას ყიდულობთ, ხო? თუ თქვენ ძალიან გინდათ რაღაც კონკრეტული ნივთის ყიდვა, უმჯობესია, რომ პირველ რიგში
დაელოდოთ, აი დაუშვათ, არ ვიცი, რაღაც კონკრეტული ნივთის გამოწერა ან ყიდვა მოგინდათ, ხო? სანამ იყიდით, მიეცით საკუთარ თავს 24 საათი. 24 საათი თუ გავიდა და აღარ გინდათ, ესე იგი ეს იყო იმპულსური მდგომარეობა და უჯობესი იყო რომ არ შეგეძინათ, ხო? ხოლო თუ ისევ გინდათ ის კონკრეტული ნივთი, კი ბატონო შეიძინეთ. ამიტომაც ამ კუთხით იყავით ცოტა დაკვირვებულები, მესამე ვარიანტი, იმიტომ რომ ემოციების კუთხით იქნება ძალიან ბევრი პროვოკაციები, ასევე მეგობრებო, აქ თქვენს ემოციებზე გამოყვანას შეიძლება სცადონ, ეცადონ უბრალოდ თქვენმა ან კოლეგებმა, ან კლიენტებმა, ან თანამშრომლებმა, ხო? ცოტა ისეთი ენერგია არის თასების ტუზი, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, თასების ტუზი ასევე არის ძალიან ბრჭყალებში პოზიტიური, ძალიან კარგი ენერგიის გამტარი, იმიტომ რომ მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენ სავსე იქნებით ენერგიებით, სავსე იქნებით რესურსებით. ნახეთ, თქვენ იქნებით სავსე ენერგიებითა და რესურსებით ივლისის თვეში. ფინანსების კუთხით, აქ ხო შეიძლება მდიდარი არ იყოთ, მაგრამ იქნებით კმაყოფილი თქვენი ფინანსური ენერგიით. ეს უკვე არის ძალიან კარგი და გადასარევი, ხო? მაგრამ აი ემოციებს უნდა გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია შემდგომ ინანოთ უცაბედად, რომ აი ამაში რატომ დავხარჯეო, იმ ადამიანზე რატომ დავხარჯეო და ასე შემდეგ. ან კონკრეტულად ამ ნივთზე რატომ დავხარჯე, იმ ადამიანს რატომ წამოვეგე და ასე შემდეგ. ამიტომაც ემოციების კუთხით იმპულსურ შენაძენებს მოერიდეთ. სულ ეს არის მეგობრებო, ბედნიერი, ნაყოფიერი ივლისი და ნახვამდის.